მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ გადავიღებთ ვიდეოს, სადაც შევაფასებთ ყველას ფორმას. მოდით არსენალი დავიწყო და 10 ბარიანი სისტემით შევაფასოთ. ეს ჩემი აზრით ეს არის პირველი ფორმა იყო 10-დან 8. აი მეორე ფორმასაც შეიძლება კარგია, ძალიან ლამაზია, რომელიც არის ჩემი აზრით 10-დან 8 სიუძილებს გამორთავ. ეს შეც კარგია, მაგრამ ეს ყველაზე მეტად არ მომწონს 10-7. 10-დან 7 არსენალის ფანება არ ვიწყინოთ. შემდეგი ფორმა ასტონ ვილასი, სტუარტი პრემიერ ლიგის გუნდებისა, კი ბატონო. ასტონ ვილასი პირველი ფორმა მომწონს 10-დან 9, კარგი ფორმაა. მეორე ფორმა რაც შეეხება უდნავ ნაკლებად ლამაზია 10-დან 8, მოდით რომ ამას 10-დან 8 დაუწეროთ. ეს არის პრემიერ ლიგის გუნდების და თუ გინდათ რომ შემდეგში გადავიღო ყველა გუნდებს, აი ეს ყველაზე ლამაზია 10-დან 9 ამასაც, მაგრამ მაინც 10-დანაც ვერ ვიმეტებ ამ ფორმისთვის. ხო, 10 დაუწეროთ ლამაზია ძალიან, ლოგოს შეეფერება. ბრენტფორდი იგივე ფორმა და ამას მოდი 10-დან 7 დაუწეროთ ყოველ წელს, ანუ ბრენტფორდის არ გააჩნია ახალ ინიციატივები. აი ეს უკვე ბრაიტონის ფორმა კარგია, რაღაც ახალია, მაგრამ 10-დან 7, იმიტომ რომ არ არის ლოგოსთან შედარებით ფერი ის, რაც უნდა იყოს რეალურად. ჩელსის მეგობრებო, ყველას მოგეწონებათ ეს ფორმა 10-დან 10, ჩემთვის ყველაზე ლამაზი ფორმა ერთ-ერთი ჩელსის რაც ქონია. ეს მეორე ფორმა შედარებით არ მომწონს, შედარებით 10-დან 8 მოდით, კი არა 10-დან 7, იმიტომ რომ 10-დან 8-ს არ დაუწერ ამ ფორმას, 10-დან 8 უკვე კარგია. და მესამე ფორმა არის ულამაზესი 10-დან 9, ძალიან ლამაზი ფორმაა. იმედი მაქვს შემდეგ წელს ამ ფორმას ვიყიდი რომელიღაცას. ფულემი, ფულემსაც არ გააჩნიათ ახალი კრეატივი, ასე ვთქვათ და 10-დან 7, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოდი 10-დან 6 დაუწერ, იმიტომ რომ იგივეა ჩავთვალოთ რაც იყო წინას. მეორე ფორმასაც შეეხება ოდნავ კრეატიული, მაგრამ არც ეს 10-დან 7, მოდით ეს იგივე ფერის შეცვლად იყო ახალი ვარიანტები. ლიცი იგივე თეთრი არის, მაგრამ მოხაზულობა შეიძლება 10-დან 7 დაუწერ, იმიტომ ლიცსაც სულ რაღაც ერთი და იგივე აქვს. მეორე ფორმა არის ულამაზესი 10-დან 9-ს დაუწერ, ულამაზესი. აი ეს არის ახალი, ყვითელი არის ლიცის ჩემი აზრით პირველი ფორმა უნდა იყოს და არა თეთრი, მაგრამ თეთრი იყო და მესამე ფორმაც იგივეა, რაც ყოველთვის შავი იყო. ამას 10-დან 7 მოდით. ლივერპულის ფორმა შემდეგი წლიდან კარგია. ამას დაუწერ მოდი 10-დან 8-ს, ლამაზია, მომწონს, კარგი ფორმა არის შედარებით, რაც წინა სეზონებში იყო, წინა სეზონში. ეს 10-დან 7 პირველი ჯობია, წითელი ნამდვილი ლივერპულია. გასვლეთი და ეს საკმაოდ სხვანაირია და ამას 10-დან 8-ს დაუწერ, იმიტომ რომ არა 10-დან 9-ს მოდით, იმიტომ რომ ძალიან კარგი ფორმა არის და ძალიან განსხვავებულია. მანჩესტერ სიტის სტილს ესეთი ფორმები მახსოვს რაღაცნაირად და ამას 10-დან 7-ს დაუწერ, ქვევით ფერი შეცვალეს. მეორე ფორმაც სულ შავი და ესეთი არაქციონი გასვლითი ფორმას ყურადღებას. ეს კარგი არხი აქვს მეგობრებო, ვისაც ვიღებ, მოდი სახეს არ დავასახელებ, მაგრამ თუ ნახეთ 10-დან 7 იმას და მოდი ამას დავუწერ 10-დან 8-ს. თუ ნახეთ, აუცილებლად გარეთ და გამოიწერეთ მისი არხი. Bro, subscribe and like his channel. Manchester United ყოველწელს იგივე და 10-დან 6 აღარ მინდა ეს რო იყოს Manchester, რაღაცა ზოლებია, რაღაც დაამატეთ ფორმაში. ესეც ნანახი მაქვს კრისტიანო რონალდუს კი არა, მაგრამ ეს შერვოლეს ფორმაზე მახსოვს ესეც 6 იყოს მოდით. და ეს არის კარგია, მაგრამ 10-დან 7-ზე მეც ამაზეც ვერ გავიმეტებ, იმიტომ რომ სულ ერთი და იგივე რაღაცა. არ არის კარგი ჩემი აზრით, მანჩესტერის ფანებმაც მოვატიეთ. ნიუკასლმა როგორც იქნა რაღაც ახალი შემოგთავაზა. ასე როგორც ახალი შემოგთავაზა 10-დან 8 მოდით. აუ, ეს რა ლამაზია მეგობრებო. 10-დან 9 ძალიან ლამაზი ფორმაა. მესამე ფორმას 10-დან 7 დაუწერ მესამე ფორმას, იმიტომ რომ რაღაცა სხვა. Nottingham Forest-ი იგივე ჩავთვალოთ, 100%-იანად იგივეა. 10-დან 6. მეორე ფორმას მწვანე მაქვს ნანახი ფორესტის ფორმაზე 10-დან 6. არანაირად არა.
ამაზე არა. და ნუ მესამეს 10-დან 5 საერთოდ 5 დაუწევ, იმიტომ რომ ეს არ არის კარგი ფორმა. ტოტენჰემის ყოველ წელს იგივე, არა, 10-დან 5 ვაფშე, იმიტომ რომ ეს ფორმა იყო 2019 წლის ტოტენჰემის. 5. ჯერ რა ვიცი ტოტენჰემი პრემიერ ლიგის გუნდია და ამის ადგილას არ ვიჩქარებდი, ეს კარგია, შედარებით 10-7 დაუწერ ამას, შედარებით კარგია ეს ფორმები, ნუ. მესამე ფორმას 2022-ის პრემიერ ლიგის ფორმა არის და 10-დან 6 დაუწერ, მოდით ამას, იმიტომ რომ რაღაცნაირად, მაგრამ ფერი რო არ ემთხვევა